იმისთვის რომ რეალურად დავწმუნდეთ რა მოხდება და სასამართლო მიიღებს თუ არა ობიექტურ გადაწყვეტილებას, ამოვარჩია ერთი მტკიცებულება 9 ტომიდან, რომელზეც ვიცი წინასწარ რომ არ დააკმაყოფილებენ მაინც არც ერთს, მაგრამ ყველაზე ძლიერად რაც შეიძლება, რაც პირველმა კურსელმაც კი იცის რომ დარღვეულია. ეს არის 126 მუხლის საფუძველზე ხდება მტკიცებულების მოპოვება, მაგრამ აღნიშნული მტკიცებულება არის დათვალიერებით 125-126 მუხლებით მოპოვებული და ბატონ გელიაშვილს აღნიშნულ შუამდგომარეობაზე სხვა პროცესებზე აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ დაუშვებლად ცნო. ამიტომ მისივე გადაწყვეტილება მოვიტანე, უზენაეს სასამართლოს და აპელაციის გადაწყვეტილებები მოვიტანე და ვითხოვე მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულების დაუშვებლობა. აღნიშნული ვიდეო გადაიღო ვიღაცამ, შემდგომ YouTube პლატფორმაზე განათავსეს და შემდეგ ეს მოიპოვეს. საინტერესო რა არის ნახეთ, თუ ჩვენ ამ მეთოდს დავუშვებთ, მე ნებისმიერ დროს შემიძლია ნებისმიერ მოქალაქეს სასამართლოს ნებართვის გარეშე ვიდეოები გადაუღო, მე YouTube-ზე ავტვირთო, თქვა რომ მე არ ვიცი ეს ვინ ატვირთა, მე გადმოვწერო და მოვიტანო და საქმეს დავურთო. როდესაც აღნიშნულზე მაღალი სტანდარტი არსებობს, სასამართლოდან განჩინება უნდა აიღო რაიმე მტკიცებულება რომ მოიპოვო. ასევე ნახეთ რის შესაძლებლობას მაძლევს ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარო, ვიღაცას უთვალთვალო, ვიდეო გადავიღო, შემდეგ YouTube-ზე ავტვირთო და ისევ მტკიცებულებად მოვიტანო, რასაც ასევე სასამართლოს ნებართვა ჭირდება.